ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარის განხორციელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბრალდებული უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაციით ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. მისივე თქმით, უახლოეს 20 წუთში თუ არ მოხდებოდა ევაკუაცია, განახორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვის და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი. მომხდარზე უკვე დაკავებულია, როგორც გითხარით, პირი, ის არის არასრულწლოვანი, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. უკვე წარედგინა ბრალი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ ვაფრთხილებთ ყველას თითოეულ მსგავს ფაქტზე, ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი რეაგირება, ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.